დაინახეთ. ოთახში შევიდეთ. რა მოხდა? თითქოს იგრძნო რომ კართან ვიდექი და ზუსტად მაგ დროს გააღო. დაჭერას ეცადა, მაგრამ მარილი შეეშინდა. მოიცა, რას ნიშნავს იგრძნო? არ ვიცი. მოიცა, დამშვიდი, წყალს მოგიტან. არ მინდა რა, წავალთ ჩვენ. ლაზარე, ტაქს გამიძახებ? კი. დაინახე? კი. და? რა და? ვამპირები არსებობენ. აი, ნუ აშინებთ უფრო. შენ თუ დაინახე, ესე იგი, იმანაც დაინახა და რა ხდება? არაფერი, თამაშობდი რაღაცას. ბოდიში თუ ვიხმაურეთ. დაჩი, ხო ყველაფერი კარგად არის. რაც ფერი არ მოწონს შენი. კი, კარგად ვარ. მოვიდა ტაქსი. წავედით? დარჩი თქვენც გვიანია უკვე. იყოს, წავალთ მადლობა. არ მოგერიდოთ. არა იყოს, ჩავახნენილა. აბა თქვენ იცით, ემილის მიწერეთ სახში რომ მიხვდეთ, ღამეა მაინც. გოგოებო, თქვენ ხო არ გინათ რამე? არა, მადლობა. ემილი. ხო. მოდი ორი წამი ჩამოჯექი. აი. სამე დავაშავე? არა. აბა რა ხდება? ტაქსოს ძალიან პატარა რომ იყავი, ქერაცისფერი თვალება გოგონასთან გიყვარდა ეზოში თამაში. ჩვენ სადარბაზოში რომ ცხოვრობდნენ. არ მახსოვს. აი შენი საყვარელი ბეჰემოთი რო აჩუქე. აუ, კი, გამახსენდა ყავისფერი ბეჰემოტი და ის ბავშვიც. ხო. მაშინ მოგიყევი რომ ის ბავშვი ოჯახთან ერთად სხვაგან გადავიდა. აუ, გამახსენდა, შენ რო გაგებუტე მაგის გამო. ხო, პირველად გამიბუტე მაშინ. ისეთი საყვარელი იყავი. ისე რამდენი ხანი არ გაბუტულ ვარ. მაგრამ რატომ იყვები მაგას თან დილაუთენია? ის ოჯახი სხვაგან არ გადასულა. იცი, არის შემთხვევები, ძალიან იშვიათი შემთხვევები, როცა ადამიანს მარტო უნდა ყოფნა. ხანდახან საუკეთესო გამოსავალი ესაა ხოლმე. ხო ხდები? 2 წამის წინ გავიღვიძე, ვერაფერი გავიგე, შეგიძლია პირდაპირ მითხრა? აი, არაფერი, დავრუნდით თქვენ სამფლობელოებში ქალბატონო. მიყვარ ხარ მამ? მეც მიყვარ ხარ.
დაჩის როგორ ეცინა? რავი, გუშინ ღამე მივწერე და არ უპასუხია, ხრინავდა უეჭველი. ვინ ხრინავდა? რა შვებით? თქვენ? დაჩი, როგორ ხარ? რავი, კარგად. აი, მაგდენით რო აღარ გვაქვს. აგერ მოვიტანე მარილი, ვერცხლის კოვზი, ჯვარი და ნაკურთხი წყალი. ნიორტას კოშს გზაში ავიღე. ჰო, მოიცა, საუმრად მიდიხარ? ვამპირი უნდა დავიჭროთ. დაჩი, უთხარი რომ ვამპირები არ არსებობენ. დაჩი. არ ვიცი, ისე გამოიყურებოდა ვამპირს კიგავდა. მე აღარ მინდა ვამპირებზე ნადირობა. გუშინ ისე შემეშინდა. ნუ გეშინია. ესენი დაგვიცავს. არ ვიცი, საშიშია მაინც. თქვენ უკან დადექით, ჩვენ ამით დავიჭერთ. მერე კიდე ვიდეო გადაიღეთ მობილურით, რომ მტკიცებულობა გქონდეს. რა სიტყვით? кейსია ხო ვერ დავტოვებთ. აი ხო, ოღონდ დღესაც ნუ გავაღვიძებთ მამას. წავიდეთ 2 საათია ესე ვთქვათ. შანსი არა. აი, რა იცი შენ? ვამპირები მზის ჩასulis მერე გამოდიან. ჩვენ კიდე აქ ვართ, რაც მზე ჩავიდა. მართალია. ის მგონი. კი, იგა. მაილები კიდე მე ჩამაყარის.
რა გითხარი? მე ბადეს ვისვრი და შენ მერე სკოჩაო. როდის მითხარი ეგ? სულ თავიდან. მეც არ მომისმენია. არც მე. დამავიწყდა ვითომ? ყოჩახ ლაზარე, გეგმის მთავარი წერტილის მოყოლა და გავიწყდა. რა გჭირ შენ? არაფერი, უბრალოდ შემიშინდა. ისე ვამპირი რო ყოფილიყო, არ გაფრინდებოდა, ან არ გამოგვეკიდებოდა. ხო, რანაირი ვამპირია? ხო, ისე რანაირ ვამპირებს აქვთ სახში სათამაშოები? აუ, ჩემი ბრალია რა, ბოდიშთ. მოიცა, რა თქვი დაჩი? რა ვთქვი? სათამაშოებზე. ხო, იმ დღეს კარი რო გამოღო მის საღებში სათამაშოები ეწყო. თითქოს გადასაყრად გამზადებული. ტაქსოს ძალიან პატარა რომ იყავი, ქეირაცისფერი თვალება გოგონასთან გიყავდა ეზოში თამაში. ჩვენ სადარბაზოში ვცხოვრობდი. არა უშავს. ხვალ ახალი გეგმა მოვიფიქროთ და დეტალებში გავიაროთ. მოდი დეტალებში გავლა სხვა სავალოთ. აი შენი საყვარელი ბეჰემოთი რო აჩუქე. ემილი. ხო, გისმენ. სად წახვედი? არაფერი, დავიღალე უბრალოდ. მოკლედ, ახალ გეგმას მე გაგატარებ დეტალებში. არ გვინდა ახალი გეგმა. რა? დაივიწყეთ ვამპირები, დავიშალოთ დღეს. სხვა ამბავი მოუძებნოთ გამოსაძიებლად. კი, მაგრამ სხვა ამბავი მოუძებნოთ, თქო. კარგი. მომაკითხა მამამ, გაგიყალოთ? კი. მეც რა. მე დადაჭიც და ჩემგან წავა მერე. ემილი, ხო კარგად ხარ? კი, გადაცილებთ. კარგად. დღეს როგორც ადრე დაიშალეთ. ხო, მა, გისმენ. ჩვენი ზედამეზობელი მარტო ხამე რატომ გამოდის? ისე მოინტერესებს, არაფერი დამიშავებია. დარაჯად მუშაობს ღამის სვაში სკოლაში. გასაგებია. რატომ მეკითხები? არაფერი ისე. მა, დღეს შეიძლება ცოტა გვიან დავიძინო, რაღაც მინდა გავაკეთო. იცოდე, დიდი ხანი არ გაგუტუარ და გაგებუტები. კაი, დღეს ცოტა გვიან დაიძინე. მადლობა, მა. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. სასიამოვნო დილაა, ხო?
წყნარი სუფთა ჰაერით სავსე თითქოს წინაღამით გადაღლილი ქალაქი დასვენებული იღმიწავს კი შენ რატომ გვიძავს ასე ადრე ემილი ჩემი სახელი იცით რა თქმა უნდა მინდოდა ბუდიში მომეხადა გუშინდელზე გისმენ ბუდიში მინდოდა მოგიხადოთ ჩვენ გოგონა რადგან სახლიდან მხოლოდ ღამე გამოდიოდით ვამპირი იყავით შენი მეგობრები საყვარელი ბავშვები არიან თითქმის დამოვიწყდა რამხელა ჯადოსნური ძალა აქვთ ბავშვებს ვაპატიეთ სისულელე ვიფიქრეთ არაფერია დიდი ხანი ასე არავის გაუცინებია მართლა ჩვენ გაგაცინეთ შენ არ გაგეცინებოდა ერთმანეთში ახლა რთული მეგობრები რომ დაგენახა თან ერთმანეთს მარილს რომ აყრიდნენ იცით ბოდიშის მოხდის მიზნით გუშინ გვიანობამდე დავრჩი და ეს გავაკეთე არ ვიცი მოგეწონება თუ არა, მაგრამ კარგი გამომდის ხოლმე. მე და ბარბარე ხშირად ვაკეთებთ. ცოტა სითბო კიდევ აქვს დარჩენილი. არ ვიცოდი, უნდა დამეჭრა თუ არა, მაგრამ ვიფიქრე დაჭრილის მირთმევა უფრო ძილობიანი იქნება თქო. არ უნდა დამეჭრა, ხო? დაუჭრელი გერჩევნათ? მადლობა, ემილი. ყურადღებიანი გოგო. გასინჯეთ გთხოვთ. საუკეთესო ნამცხვარია, რაც კი ოდეს მე დამისაჯებს. მართლა? მადლობა. აუ გინდათ ვიდეო განახოთ ლაზარე დაჩის ბადის როგორ ესვრის. ლაზარე და დაჩი ის ბიჭები არიან გუშინ ვინც გაგაცინათ. ისე თავხედობა ხო არ გამომივა? როგორი ზრდილობიანი გოგო ხარ. ჩართე. კიდევ ერთხელ ვიხალისო. ჩავრთავ მაშინ. აი ესა ლაზარე.